მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ICT mentorობის პირველი თვის 8 ნაწილიდან მეოთხე ვიდეო. ჩვენ განვიხილავთ equilibriums, discounts და კიდევ ერთხელ უბრალოდ გარტყილების სახით ზოგიერთი თქვენგანი ჩემი მოსწავლე იყო ჯერ კიდევ ამ mentorობის დაწყებამდე, შესაბამისად ეს შეიძლება ცოტა ელემენტარულად მოგეჩვენოთ, მაგრამ გვერდებით რომ დავამატებ რაღაც ისეთს, რაც ცოტა მეტ სიღრმეს შეძენს იმას, თუ რა არის optimal trade entry. დიდი ხნის წინ ჯერ კიდევ 2000 წელს მე წარმოადგინე მარტივი იდეა swing projection-ებზე, retracement-ზე, მათზე დაკვირვებისა და იმის იდენტიფიცირების შესახებ, რაც მიჩნეული იქნებოდა optimal trade entry. ყველას ვინც ეს ნახა, აშკარად შეუყვარდა და მოეწონა ეს და მათთვის ადვილი დასანაყი იყო, ძალიან სწრაფად იყენებდნენ გრაფიკზე და ვფიქრობ, ამის მიზეზი ის იყო, რომ მასზე გამოყენებული იყო ინდიკატორი, კერძოდ ფიბონაჩი. ფიბონაჩის არ გააჩნია არავითარი მაგია ან თავისავადი მნიშვნელობა, თუმცა მაინც საჭიროა იმის გასაგებად, თუ საით შეიძლება სურდეს ბაზარს წასვლა. ასე რომ თქვენი მხრიდან საჭირო იქნება პროგნოზირების გარკვეული ზომა, ამიტომაც იცოდეთ, რომ ფიბი ყველაფერს თქვენს ნაცვლად არ გააკეთებს. ამიტომ მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, თუ სად არის ბაზარზე ყიდვის პირობების შექმნის ყველაზე დიდი ალბათობა. ეს არ არის ყიდვის სიგნალები, ეს არის მხოლოდ კონტექსტის ჩამოყალიბება. თავდაპირველად, როგორც ახალი ICT კონცეფტის ტრეიდერისთვის, ეს მოგცემს საფუძველს, რათა შევძლოთ გრაფიკებზე გადასვლა, ამ ყველაფერზე დაკვირვება, მათი გაზომვა და შემდეგ შესწავლა. კარგი? ეს ყველაფერი გამიზნულია იმისათვის, რომ მოგცეთ ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც იმუშაობთ თქვენ დემო ანგარიშზე. ყველამ უნდა იმუშაოს Forex Ltd დემო ანგარიშზე, როგორც ეს მე mentorობის დასაწყისში აღწერე. ამ დღეურ გრაფიკზე ჩვენ გვაქვს ფასის უამრავი სვინგი. თავდაპირველად ჩვენ სეტაპებს ძირითადად დღეურ გრაფიკზე განვიხილავთ. და თუ ახალი ტრეიდერი ხარ და თავს გადატვირთულად გრძნობთ ამ ყველაფრით, ალბათ უკვე გსმენიათ ჩემი საუბარი გარკვეულ საკითხებზე ამ mentorship-ში, შესაძლოა უყუროთ ჩემს ზოგიერთ YouTube ვიდეოს, ან ვებსაიტის სასწავლო განყოფილებაში ნახეთ და მოისმენთ ისეთი ტერმინები, რომლებიც გაუგებარი აღმოჩნდა თქვენთვის. ზოგიერთი ტერმინი ჩემს მიერ არის შექმნილი და ზოგი კი ინდუსტრიული სტანდარტია. ზოგი კი მოგვიანებით მოითხოვს უფრო მეტ განმარტებას mentorობის პროცესში. ასე რომ, თუ ამ პრეზენტაციაშიც კი მოისმენთ რამეს, უბრალოდ ჩაინიშნეთ და თანდათან ყოველთვიურად უფრო ხრმად გავეცნობით და გავიგებთ მათ მნიშვნელობას. მაგრამ ამჯერად მინდა ფოკუსირება მოახდინოთ ერთ მარტივ კითხვაზე. თუ ტრეიდერს ჯერა, რომ ბაზარი მაღლაა, რა შექმნიდა ამ კონტექსტს? რა მისცემდა ტრეიდერს იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ ენდოს კონკრეტულ დროს ყიდვის გადაწყვეტილებას. რა დევს ამ გადაწყვეტილების მიღმა? პირველი, რაც მინდა გაიგოთ, არის ის, რომ ეს იქნება პირველი პატარა ნაბიჯი ინსტიტუციონალური ორდერების ნაკადის institutional order flows გასაგებად. პირველი, რაც გჭირდებათ, არის movement, მოძრაობა. უნდა გესმოდეთ, რომ იმისთვის, რომ იყოთ მყიდველი, საჭიროა ვინმეს ნება, ვისაც თქვენზე დიდი ჯიბე და მეტი ფული აქვს. სწორედ ისინი ამოძრავებენ ფასს და ესერი არიან ბანკები. ისინი ფასს მხოლოდ მაშინ აუშვებენ მაღლა, როცა ეს მათ მიზნებს შეეფერება. ეს არ არის მიწოდებისა და მოთხოვნის ფაქტორი, ეს არის სიხარბის ფაქტორი. მათ უნდათ ფული. ისინი ფული შოვნის ბიზნესში არიან. ეს მათი ბუნებაა, ეს არის ბანკი. თუ ჩვენ ვეძებთ ყიდვის შესაძლებლობებს, ბევრი retail ტრეიდერი ეძებს პატერნებს და ინდიკატორებზე დაფუძნებულ იდეებს. მე კი მინდა რომ ძირითადად ფოკუსირდეთ ფასზე. მხოლოდ ფასი მოგცემთ ყველაფერს, რაც კი ოდესმე დაგჭირდებათ ფასის მატების ან კლების ინდიკაციისთვის. ფასი თავად მოგცემთ კონკრეტულ შესვლისა და გამოსვლის წერტილებს. ფასის გრაფიკის გარდა სხვა არაფერი გჭირდებათ. Open high, low close მაჩვენებლები ყველაფერს აკეთებს თქვენთვის. მინდა შეხედოთ ამ lows აქ ქვემოთ და აი ამ highs აქ ზემოთ. თქვენ დაინახავთ, რომ ეს ფასის ყველაზე დიდი სვინგია მთელს ამ გრაფიკზე. 14 აგვისტოდან სექტემბრის დღევანდელ დღემდე მხოლოდ ერთი დიდი ფასის სვინგი იყო მაღლა და დაბლა. თუ ავიღებთ ფიბონაჩის დონეს და მას მხოლოდ equilibrium-ის საილუსტრაციოდ გამოვიყენებ, რადგან ჯერ უნდა დავადგინოთ რა არის equilibrium-ი.
ეს არის ფასის უდიდესი დიაპაზონი, რეინჯი, რომელშიც ამჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს. რას გულისხმობ მიმდინარე საბაზრო დიაპაზონში? ეს არის ყველაზე მაღალი დიაპაზონი, რაც ბოლო 1 თვის განმავლობაში გვინახავს. თუ შევხედავთ ამ დიაპაზონს, უკან გავუწევთ და დაგანახებთ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოუ და გამოვიყენოთ მას, რადგან მას აქვს ყველაზე ძლიერი რეაქცია. შეგვიძლია ესეც გამოვიყენოთ, რომელიც მასზე დაბლა და უკან არის, მაგრამ ამჟამად ამაზე ფოკუსირდეთ. ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერ იმპულსურ მოძრაობას, შემდეგ ფასი ბრუნდება, აკეთებს retracements და კვლავ გვაქვს კიდევ ერთი ძლიერი იმპულსური მოძრაობა, რომელიც ადის სულ მაღლა. როდესაც ვამბობთ იმპულსური ფასის მოძრაობას, ან რასაც მე ამ მენტორობის განმავლობაში ვუწოდებ impulsor prices swings, ანუ ფასის swings, ეს არის მინიშნება იმისა, რომ მოხდა displacement-ი. Displacement-ი არის ის, როდესაც ვიღაც დიდი ფულით შემოდის ბაზარზე და აქვს მტკიცე სურვილი ფასი მაღლა ასწიოს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ფასს ცენტრალური ბანკი ადგენს. ამიტომ, თუ ისინი ფასს ასე მაღლა ასვლის საშუალებას აძლევენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი შეთავაზებას უფრო მაღალ ფასად აკეთებენ. სანამ ყიდველები გამოჩნდებიან, ისინი გაგრძელებენ ფასის შეთავაზებას. რამდენადაც ისინი პოულობენ ყიდველებს, ფასს კიდევ უფრო მაღლა და მაღლა სწევენ იქამდე, სანამ მათთვის საინტერესო აღარ იქნება ბაზრის სხვა მონაწილეებთან ორდერების გაცვლა. შესაბამისად, ისინი ფასს მისცემენ მცირე retrace-ის საშუალებას, სანამ ბაზრის ზემოთ მეტ buy stops არ მოაგროვებენ. აქ არ არის მხოლოდ ყიდვა და ყიდვის ორდერები. მათ უკვე იყიდეს აქ დაბლა და შემდეგ აძლევენ ფასს საშუალებას, რომ შეთავაზებული იყოს ის სხვისთვის უფრო მაღალ ფასში. აქ რაც ხდება არის ის, რომ ამ დროს ისინი მხოლოდ ყიდიან თავიანთ პოზიციებს, რომლებიც დაბლა შეიძინეს lower low-ზე. ბანკები აქ აგროვებენ, აკუმულირებენ long პოზიციებს და როგორც კი დააგროვებენ, უშვებენ ფასს მაღლა. ფასი იზრდება მაღლა და მაღლა. ის განაგრძობს მაღლა სვლას, სანამ მათი პოზიცია არ გაიყიდება და მათ აღარ მოუნდებათ პოზიციის შენარჩუნება. ისინი ეძებენ ლიკვიდაციის არეალებს, სადაც იციან, რომ იქნებიან ყიდვის მსურველი მონაწილეები. ეს იქნება ამ ძველი ჰაი ზემოთ. რატომ მოუნდებათ ფასის აყვანა ამ ძველ ჰაიზე? იმიტომ, რომ ფონდების დონეზე იქ იქნება ყიდვის სტოპები. ეს ნიშნავს, რომ მსხვილ მართვად ფონდებს ექნებათ stop loss ორდერები ზუსტად იმ მაქსიმუმის ზემოთ. მე დეტალურად აგიხსნით ამ ვიდეოში, სად არის სტოპები, როგორ ამოვიცნოთ ინსტიტუციონალური ფონდების დონეები და სად მოხდება დიდი ფულის მოძრაობები. მაგრამ ამჟამად მინდა ძალიან მცირედი დავიწყო, რადგან ბევრმა ახლახან დაიწყო ამ ვიდეოების ყურება, აქამდე არასოდეს ჰქონიათ შეხება და მათთვის ეს ყველაფერი ტექნიკური ანალიზი თუ კონცეპტები უცხოა. პირველი, რაც ფასში უნდა ეძებოთ, არის იმპულსური ფასის სვინგები, რადგან ჩვენ ძირითადად ვეძებთ დისკაუნტ ფაზაკლებულ მარკეტს და ასევე equilibrium-თან მიმართებით პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რა არის იმპულსური ფასის სვინგი. მოდის სწრაფად მოვაშოროთ ფიბონაჩი და დაუბრუნდეთ იმ კონკრეტულ ფასის მონაკვეთს, მოვაშოროთ ყველაფერი აქეთ. კარგი, ჩვენ გვაქვს ერთი დიდი, ძლიერი იმპულსური ფასის swing-ი, აი აქ, რომელიც იწყება ამ low-დან და მაღლა მიიწევს. ჩვენ არ გვჭირდება ვიცოდეთ თუ რამ გამოიწვია bullish market-ი აქ დაბლა. ეს საერთოდ არ მაინტერესებს, სულ ერთია. ჩვენ არ ვიცით, რომ ეს ფასის მონაკვეთი აქ არის, სანამ ის არ ჩამოყალიბდება. ამიტომ არბოდიშით აი ეს ფასი. მე გაძლევთ პერსპექტივას, რომელშიც შევისწავლით წარსულ მონაცემებზე. I am low-დან, I am high-მდე, აი ეს აღმავალი მოძრაობა, ანუ იმპულსური ფასის swing-ი, რხევა, ჩვენ გვჭირდება, რომ ფასმა დაიწყოს ჩამოსვლა და ამას სჭირდება მინიმუმ 4 სანთელი. მიუხედავად იმისა, თუ რა დროის ინტერვალზე, time frame-ზე ხართ, თქვენ გჭირდებათ 4 სანთელი. როდესაც ბაზარი აკეთებს lows და იწყებს ზრდას და დაინახავთ highs ფორმირებას 4 სანთელს და რატომ 4-ს, თქვენ უნდა გქონდეთ 1 სანთელი მარცხნივ, ერთი უნდა გქონდეს ცენტრში, ყველაზე მაღალი და ერთი უფრო დაბალი სანთელი მარჯვნივ. ეს არის swing high და როდესაც ნახავთ ამას, ფასი დაბლა უნდა წავიდეს. როდესაც ეს მოხდება, იწყებთ loadings, რომ ფასმა გააკეთოს retrace და დაუბრუნდეს equilibrium-ს.
რა არის ექვილიბრიუმი? ექვილიბრიუმი არის ფასის მოძრაობის მონაკვეთის შუა წერტილი. კარგი. ჩვენ ვზომავთ ჰაიდან ამ ლოუნდე. იღებთ ფიბონაჩის, ავლებთ ლოუნდე. ექვილიბრიუმი არის აქ, მოდით ცოტა მეტად დავაბატარავ ამას. კარგი, ასე რომ ჩვენ გვაქვს ფასის აღმავალი მონაკვეთი. Impulse price swing-ი მიდის მაღლა. როგორც კი მივიღებთ სამ სანთელს, მხოლოდ მაშინ დავიწყებთ იმის ყურებას, რომ ფასი ჩამოვიდეს ექვილიბრიუმის ფასის წერტილამდე და ეს არის ძირითადად ფიბონაჩის 50%-იანი დონე. ჩვენ ვეძებთ, რომ ფასი ჩამოვიდეს ამ დონემდე და როგორც კი დაბრუნდება ამ დონეზე და ჩვენ დღევარ ჩარჯზე ვართ ახლა და შემდეგ გადავდივართ უფრო დაბალი დროის ჩარჯზე და ვეძებთ ყიდვის შესაძლებლობებს. ეს უბრალოდ ბაისიგნალები არ არის. მე უბრალოდ გაძლევთ კონტექსტს, თუ როგორ უნდა განასხვაოთ, როდის გადადის ბაზარი დისკაუნტში და როდის არის ის პრემიუმში. და ჩვენ არ ვაჭრობთ პრემიუმებზე, მაღალ ფასებზე. კარგი? მე გასწავლეთ როგორ გამოიყენოთ პრემიუმები მომავალი კვირის პირველ ვიდეოში. ასე რომ ჩვენ უპირატესად ფოკუსირებას ვაკეთებთ მხოლოდ ექვილიბრიუმსა და დისკაუნტს შორის. ჩვენ გვაქვს ფასის რხევა price swing-ი, რომელიც აგრესიულად მოძრაობს დაბლიდან ზევით და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ მანამ სანამ არ დავიწყებთ დაღმავალი მოძრაობის ხილვას და ეს უნდა მოხდეს 3 სანთლის შემდეგ, რაც არსებითად ქმნის swing highs. Swing high ასე გამოიყურება. თქვენ ხედავთ, რომ მას აქვს high და სანთელი მარცხნივ, რომელიც უფრო დაბალია და ასევე სანთელის მარჯვნივ, რომელიც უფრო დაბალია. ეს არის swing high. და როგორც კი ეს swing high ჩამოყალიბდება, ჩვენ ველოდებით მეოთხე სანთელს, რომ დაიწყოს უფრო დაბლა ჩამოსვლა. სხვა სიტყვებით რომ თქვა, ჩვენ ვეძებთ 4 სანთელს, რომ ფასმა დაიწყოს შემოbrunება დაბლა. როდესაც ეს მოხდება, ეს გაძლევთ ახლა უფლებას, რომ დაიწყოს ძიება ბაზრის ჩამოსვლისა ექვილიბრიუმში, ანუ 50%-იან დონეზე. როგორც კი 50%-იან დონეზე ხარ და იმყოფებით უფრო მაღალ time frame-ზე და ჩვენ ყველაფერს ვიწყებთ დღიურ გრაფიკზე. დღიურ გრაფიკზე ჩვენ ვიცით, რომ იქ არსებულ low-დან high-მდე ბაზარი ახლა დაბრუნდა ექვილიბრიუმში, ასე რომ ის არის ახლა შესაბამის მისაღებ ფასში, fair value-ში. თუ თქვენ მიიღებთ რამეს სამართლიან საბაზრო ფასად fair value-д, ცხადია თქვენ არ ეხდით პრემიუმს, მაგრამ არც ნამდვილ დისკაუნტს იღებთ. მაგრამ ეს მაინც ნეიტრალურად bullish მდგომარეობაა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ყიდულობთ გაბერილ ფასში. ასე რომ ეს დროის მონაკვეთი ზუსტად აქ, ბაზარი გვთავაზობს შესაძლებლობას ვეძებოთ ლონგები. დღეს არ ვაპირებ დაბალ time frame-ებზე ჩასვლას და არ ვაპირებ ამის სწავლებას. ერთადერთი რამ, რასაც მე ახლა გაძლევთ, არის კონტექსტის შემუშავება დღიური ინსტიტუციური ფასების ზონების ირგვლივ, რომლებიც მიღებულია დღიურ გრაფიკზე. და ყველაფერი, რასაც თქვენ ეძებთ, არის იმპულსური ფასების swing-ები. ჯერ ვაცდით ფასს, რომ დაბრუნდეს ექვილიბრიუმში და შემდეგ განსაზღვრავთ, რას ვაპირებთ, როდესაც ამ დონეს მივაღწევთ. როგორც ხედავთ, დაბალ time frame-ზე გადასვლის გარეშე ფასი მართლაც იზრდება ზევით. და საით მიდის მის ძველ ინსტიტუციურ ფასების ნაკადის წერტილამდე, რომელიც არის ძველი swing high. ასე რომ ის მიდის ზუსტად იმ წინა high ზემოთ. ბაზარი კვლავ იცვლება და უფრო დაბლა მიდის. ასე რომ ჩვენ გვაქვს ახლა ახალი დიაპაზონი, ახალი range. ჩვენ ახლა უნდა დავადოთ ფიბონაჩი ამ highs და დავტოვოთ იმავე low-ზე. რატომ გავაკეთე ეს? იმიტომ რომ ეს ფასის low არ გარღვეულა, მხოლოდ retrace ჰქონდა აქამდე ფასს და კვლავ მაღლა ავიდა. შემდეგ ჩვენ ველოდებით 3 სანთელს. high სანთელი შუაში, მარცხნივ უფრო დაბალი სანთელი, მარჯვნივ უფრო დაბალი სანთელი. ეს ალბათ კვირის სანთელია, მაგრამ მაინც ჩარტზეა. ასე თუ ისე თქვენ არ უნდა ჩათვალოთ კვირადღის სანთლები. სხვადასხვა MT4 ნებისმიერი სხვა Forex Ltd გაძლევთ კვირადღის სანთელს, ასე რომ თქვენ უნდა გამოაკლოთ ეს. დაეყრდნობით ამ სანთლებს, რადგან non-event დღე არის კვირა. ასე რომ რა სანთელსაც ჩავთვლით კვირადღის სანთლად იქნება ეს, როგორც გექნება დაღმავალი სანთელი აქ, იმის პირობა, რომ ბაზარი ფაქტობრივად შემოbrunდება, ის იწყებს უფრო დაბლა წასვლას. შემჩნიეთ რა ხდება აქ, ჩვენ არ ვჩქარობთ, ჩვენ არ გვჭირდება high აჭერა. აი ეს გვაძლევთ ყოველგვარ დროს, რომ დაველოდოთ და დავგეგმოთ და ავაშენოთ იდეა მის შესახებ, თუ რას ვაპირებთ კონკრეტულად, როდესაც ფასი მივა ექვილიბრიუმამდე.
ფასი კიდევ უფრო ცოტათი ეცემა, შემდეგ იზრდება, რას ვაკეთებ მთელი ამ ხნის განმავლობაში? არაფერს, ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერს. ეს არის უფრო მაღალვადიანი გრაფიკის პრინციპი. უმეტესობა თქვენგანი მუხმოდრეკით ითხოვს მაღალი ტაიმფრეიმის სავაჭრო სტრატეგიების პრინციპებს. ეს არის მისი საწყისი ფუძე. ბაზარი მიდის უფრო დაბლა და დაბლა. აქაც არაფერს ვაკეთებთ, ჩვენ აქ ჯერ კიდევ არაფერს ვაკეთებთ. ის უფრო მიდის დაბლა და დაბლა და უცებ ის აღწევს ექვილიბრიუმს. ახლა ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ფასის შესწავლა. ჩვენ გვინდა შევისწავლოთ ფასი დაბალ ტაიმფრეიმზე, სადაც ჩვენ ვეძებთ entries, მაგრამ მე არ გასწავლი შესვლის სიგნალებს, შესვლის entries აქ, მე გავზრდობთ კონტექსტს. როგორც კი მივახცევთ equilibriums, fair values, fair market values, ბაზარს აქვს იმის ნება და მზაობა, რომ ვიყიდოთ. ბანკის დონეზე მათ შეეცლებათ ყიდვა ამ დონეებზე, რადგან ისინი არ არიან პრემიუმზე, მაღალ ფასზე დაფუძნებულ ბაზარზე. ბანკები ისეთებები არიან, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანები. თუ მიხვალთ სასურთა თუ მაღაზიაში და დაინახავ სტეიკებს $1, ზუსტად არ ვიცი რა გერს ისინი, რადგან ჩემი ცოლი აკეთებს ყველა შოპინგს. თუ სტეიკი $10 ეგრს ბაზარზე და ის შემოდის $8-მდე და 50 ცენტამდე, ეს ალბათ იცის რომ ფაზაკლებაა, ანუ დისკაუნტია. და შეიძლება ეს არ იყოს ის ფასი, ზუსტი ფასი, მაგრამ უბრალოდ ანალოგიისთვის ვამბობ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ვართ დისკაუნტზე. ყველაფერი equilibrium-ის ქვემოთ არის დისკაუნტ ბაზარი. როდესაც ბაზრები მიდიან equilibrium-ის ქვემოთ, ისინი დიდ დროს არ ატარებენ equilibrium-ის ქვემოთ და ჩვეულებრივ ხდება ძალიან დინამიური ფასის მოძრაობა აი ამ დონიდან. განსაკუთრებით თუ კონტექსტი ბაზრის მიღმა არის ბულიში, ანუ ზრდადი. ახლა აი ამ ფრეიმვორკის შემოხედვარი, რომელიც აქ გვაქვს, ჩვენ გვინდა impulse price swing-ი აქ. ჩვენ გქონდა impulse price swing-ი აქ. ძალიან პატარა retrace გქონდა equilibrium-მდე და ისევ high-მდე ავიდა და გაიყიდა მას შემდგომ. დაბრუნდა კვლავ equilibrium-ში და წავიდა discounts 50%-ს ქვემოთ. იმპულსური ფასის რხევისა. ეს ახლა არის discount-ზე. ასე რომ ბაზარი ბანკების პერსპექტივით არის ფაზაკლებული. მას აქვს პერსპექტივა, რომ ბანკებმა იყიდონ, მაგრამ თქვენ გაუაზრებლად არ უნდა იყიდოთ ის მხოლოდ იმიტომ, რომ ბრუნდება 50%-იან დონეზე. ეს საკმარისი არ არის და თქვენ უნდა გქონდეთ მეტი ინფორმაცია. მე უბრალოდ მინდა განახოთ თუ როდის გვაქვს bullish მყიდველობითი სცენარი მარკეტისთვის. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ზრდადია, ჩვენ ვიწყებთ იმპულსური ფასების რხევების დღიურ ბაზარზე. ჩვენ ვეძებთ. ვძერწავთ უფრო მაღალვადიანი გრაფიკის იდეებს. არსებობს სხვა ტრეიდები დაბალ ტაიმფრეიმზე, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ დაბალვადიან გრაფიკებზე მათ შორის. მაგრამ მე ახლა მინდა, რომ თქვენ უპირატესად ფოკუსირებული იყოთ მხოლოდ ამაზე. იმიტომ რომ ეს მოგცემთ ყველა იმ რამეს, რაც ალბათ გაკლიათ უფრო მაღალ ტაიმფრეიმზე და direction bias დასადგენად. იმიტომ რომ ეს არის დღიური, daily და ეს გაძლევ დიდ დროსაც. თქვენ არ გიწევთ დღიში და intraday გრაფიკის წინჯდომა და თქვენ არ გიწევთ ფიქრი იმაზე, რომ ბოსი წაგასწრებთ სამსახურში დროის მოპარვის დროს, ეს გაძლევ დიდ მოქნილობას და მომზადების იდეას, მომზადებას იმ იდეისთვის, რომელიც უნდა ივაჭროთ. როდესაც მივახცევთ equilibrium-ს, ჩვენ ვიცით, რომ ვართ სამართლიან საბაზრო ფასზე, fair value-ზე. ეს არის ბაზარი, რომელიც შეიძლება იყოს ნაყიდი. მაგრამ არ უნდა ვიყიდოთ ამ level-ზევოთ. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყიდოთ ამ დონის ზემოთ. ეს არის რისი გადმოცემაც სურს. საუკეთესო ყიდვა ხდება equilibrium-ს და მის დაბლა. 50%-ს დაბლა. საოცარი რამ ამის გააზრებაში არის ის, როდესაც ბაზარი არის დისკაუნტზე და მისი ფუძე არის ბულიში, ამ დროს დისკაუნტ ფასები არ ჩერდებიან ბაზარზე დიდხანს. ბაზარს უნდა გაიქცეს აქედან ძალიან სწრაფად. იმის გამო, რომ ეს არის დღიური გრაფიკი, ეს არ გამოიყურება უშუალოდ იმის თვალსაზრისით, თუ რამდენი დრო გაატარა აქ ქვემოთ, equilibrium-ის ქვემოთ მარკეტი. მაგრამ თქვენ ხედავთ საბოლოოდ ძლიერად განერიდა მას და ავიდა მაღლა იმის გათვალისწინებით, რაც მე გთხოვეთ, რომ გაიგეთებინათ მესამე გაკვეთილში, რაც ის იყო, რომ თქვენ გრაფიკებზე მოგენიშნათ equal high-ები და old high-ები. ბაზარი იზრდება იმ ფასის წერტილიდან და მიდის ზუსტად უკან ზევით და ასუფთავებს ამ equal high-ებს. როდესაც equal high-ები არის აღებული, თუ თქვენ ხართ ტრეიდერი, რომელიც მხოლოდ ყიდულობდა აი ამ არეალში და არ გულისხმობს ზუსტად რომელიმე ადგილას, არამედ აი ამ ექსპენსიამდე პატარა კონსოლიდაციაში, მაშინ ყიდვასა დაახლოებით 95-ს და ამ ტოლ ჰაიებს შორის ეს არის დაახლოებით 98-50. დაახლოებით თქვენ იყიდეთ 95-5-ზე. აი ეს იქნებოდა 300 პიპიანი მოძრაობა იმ ლონგზე, რომელიც
თქვენ განახორციელეთ. მას დაჭირდა ცოტა დიდი ხანი შედეგის გამოსაღებად, მაგრამ equilibrium-ზე და discount-ზე დაფუძნებით თქვენ შეგიძლიათ ჩამოყალიბოთ იდეები, რომლებშიც ბაზარი უნდა რეაგირებდეს. ეს უნდა იქნეს განხილული როგორც discount-ი ყველგან და თუ ის ფაქტობრივად ზრდადია, ბანკები გაგზავნიან ფასს უფრო მაღლა. იმის გაგება თუ რისკენ უნდა მიისწრაფოდეს ეს არის ძველი ჰაიების ზემოთ, equal ჰაიების ზემოთ, დიაპაზონის დახურვის ზემოთ, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს აქ, მაგრამ მე უბრალოდ გაჩვენეთ მხოლოდ ერთ მაგალითში, რაც იყო 300 პიპის მოძრაობა. შემდეგ ჩვენ გვაქვს ფასის კიდევ ერთი მოძრაობა მთლიანად ზემოთ აქ. აქ არ არის რეალური retracement-ი, რადგან გვაქვს high. ჩვენ თუ გავზომავთ low-დან high-მდე, ის არ ჩამოდის 50%-მდე. ის ახლოსაც არ არის. მე შემიძლია ეს თვალით შევაფასო. თქვენ ალბათ შეგიძლიათ ამის გაკეთებას, მაგრამ მოდით უბრალოდ გავაკეთოთ ეს, რადგან თქვენ ადამიანებს, რომლებიც ხარ სხვადასხვა ქვეყნიდან გაგიჭირდება ჩემი ინგლისურის გაგება. თუ ჩვენ უნდა გაგვეზომა მხოლოდ ეს იმპულსური ფასის swing-ი, აი ზუსტად აქ. შეამჩნიეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გქონდა მეოთხე სანთელი, რომელიც დაბლა იყო, ის მაინც დაიხურა როგორც მწვანე, მაგრამ ის მაინც უფრო დაბლა იყო ვიდრე წინა. ფასი არ დაბრუნდა equilibrium-ში, ის დარჩა მაღლა და ის უბრალოდ განაგრძობდა მაღლა და მაღლა სვლას. ასე რომ თუ ჩვენ დავამატებთ ისო Fibonacci-ს იმ low-დან აი აქ და ჩვენ გავჭიმავთ მას, ჩვენ უნდა დავაყენოთ ის ბოლო swing high-ზე, რადგან გავარღვიეთ ეს equal high-ები და ახლა კი გვაქვს ეს დიდი ფასის swing-ი. ასე რომ ჩვენ ვიცით სანამ ფასი დაბრუნდება უკან equilibrium-ში და როდის ვიწყებთ loading-ს, როდესაც ბაზარია ჩვენ swing high-ს, რაც მან გააკეთა აქ. შემდეგ ჩვენ ვიწყებთ დათვლას მეოთხე სანთლამდე, რომელიც ეცემა დაბლა. ასე რომ მეოთხე სანთელი უნდა მოძრაობდეს უფრო დაბლა, ან იყოს უფრო დაბალი ვიდრე ყველაზე მაღალი სანთელი, რომელიც ქმნის swing high-ს. სულ ეს არის ძალიან მარტივია და შემდეგ იქიდან ჩვენ უბრალოდ ვიწყებთ loading-ს და ჩვენ ვითვლით ქვევით ყოველ ჯერზე, როდესაც იკეთებს lower lows, უფრო დაბლა და საბოლოოდ რას ეხება? equilibrium-ს. ეს არის 50%-იანი ნიშნული. მას შემდეგ რაც ის ამას აკეთებს, ბაზარი არის სამართლის საბაზრო ფასზე, fair market value-ზე, ისე რომ მის ეკედვა შესაძლებელია ბანკის დონეზე. მის ეკედვა არ შეიძლება მანამ სანამ ის არ მიაღწევს ამ დონეს, ან იქნება მის ქვემოთ. ისინი არ შემოვლენ, ისინი ამას არ გააკეთებენ. ეს არ არის Fibonacci-ზე დაფუძნებული, მე უბრალოდ გაჩვენებთ equilibrium-ის თვალსაზრისით ძველ high-ებს და ძველ low-ებს შორის. ეს არის შეფასების მარკერი, სულ ეს არის, კარგი? ასე რომ ალგორითმი ჩაერთვება ყიდვის რეჟიმში აი აქ, განსაკუთრებით თუ მათ აქვთ შეკვეთები იმ დონეზე ან უბრალოდ ცოტათი მის ქვემოთ და თუ ისინი აქ არიან, თქვენ გაიგებთ, რადგან ფასი რეაგირებას მოახდენს დაუყოვნებლივ, როგორც ის აკეთებს აქ. ის არ ტყამს მას ერთხელ, მას არ აქვს სხვა სანთელი, რომელიც ეხება მას, ეს უახლოვდება, მაგრამ არ ეხება და ის მიიწევს მაღლა. ასე რომ ახლა შეხედეთ რა ხდება. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი იმპულსური რხევა. ფასი განერიდება არეალს, სადაც ჩვენ ველოდებოდით მის ზრდას. რატომ ველოდებოდით მის ზრდას იქ? იმიტომ რომ ამ low-სა და ამ high შორის ფასი უნდა იყოს გრძნობიარე აი აქ და ის იზრდება. ახლა შეხედეთ რა ხდება. ეს არის დიდი ნაბიჯი. მე ვაპირებ დავტოვო ეს Fibonacci ზუსტად ისე როგორც არის. მე ვაპირებ დავამატო კიდევ ერთი ზუსტად იმ low-ზე, რომელიც იწყება აქ და ის ადის მაღლა აი აქ. ხედავთ ამას, ასე რომ ამ low-სა და აი ამ high შორის და რატომ ვითვლით აი ამ swings? რატომ ვიყენებთ ამ Fibonacci-ს ფასის swings, მაიკლ, და არა სხვა რამეს? იმიტომ რომ ამან აჩვენა რეაქცია, რომ სურდა განრიდებოდა იმ არეალს, რომლისგანაც ჩვენ ველოდებოდით მის განრიდებას. და ახლა შეხედეთ, ჩვენ გვაქვს swing high აქ. აქ არის lower high და ეს სანთელი უფრო დაბალია ვიდრე ის, რომელიც არის ყველაზე მაღალ ნაწილზე, swing high-ზე. ასე რომ ახლა ჩვენ ვიწყებთ უკუთვლა, სანამ ფასი მიაღწევს equilibrium-ს ან ჩავა მასზე დაბლა. მომდენო სანთელი ამას არ აკეთებს, მაგრამ შემდეგი კი ის მიდის ზუსტად ქვევით equilibrium-ის გავლით, იმაში, რასაც ჩვენ ვეწოდებთ optimal trade entry-ს. ასე რომ, როდესაც ჩვენ ჩავალთ equilibrium-ის ქვემოთ, მთელი ეს დრო აი აქ, შეხედეთ, რამდენი შესაძლებლობა გაქვს შეხვიდეთ 62-დან 70.5%-ზე optimal trade entry-ზე. საუკეთესო ადგილას. თუ შეხედავთ ამას, ფასი აგროვებს მეტ შეკვეთას და აგრესიულად მიდის მაღლა. უყურეთ, ეს კვლავ ხდება. ახლა ჩვენ გვაქვს ახალი სხვა მნიშვნელოვანი არეალი. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ველოდებით ფასის რეაგირებას და მან ეს გააკეთა. ეს გვაძლევს ახალი ფასის swings. ჩვენ ვჭიმავთ მას მთლიანად ზევით აქ, აი ამ low-დან ამ high-მდე. ჩვენ ვიღებთ highs, lows, lower lows და ჩვენ უკვე equilibrium-ის ქვემოთ ვართ.
შეხედეთ სანთლის ყიდვებს ჩვენ ვიქით გავიარეთ მასში მე არ ვაპირებ აქ ორდერ ბლოკებზე საუბარს იმდენად რამდენადაც მინდა ახლა ზოგმა იცით რა არის ორდერ ბლოკი მაგრამ აი აქ ჩვენ ველით რომ ფასი იქნება გრძნობიარე იმიტომ რომ ჩვენ ვართ 50%-ზე ან ექვილიბრიუმზე დაბლა ჩვენ ვართ დისკაუნტზე ფასმა საერთოდ არ უნდა გაატაროს აი დიდი დრო ის სწრაფად განერიდება და ის ბრუნდება ქვემოთ მე შემეძლო დამეხაზა ფიბონაჩი ამ ლოუდან ну მოდი სინამდვილეში მოდი უბრალოდ გავაკეთებ ამას ბოლოს ეს არის კონტექსტი იმის რასაც ჩვენ ვასწავლეთ ეს არა ფიბონაჩის გაჭიმო ყველა იმ დონეზე სადაც უნდა იყოს რეაქცია კარგი ბაზარი იზრდება ზევით მიდის და მიდის აი აქ არის swing high მომდენო სანთელი მეოთხე სანთელი უნდა იყოს უფრო დაბალი ის აკეთებს ამას ის ვაჭრობს ექვილიბრიუმის გავლით optimal trade entry-ში ჩერდება იქ დიდხანს არა ის იზრდება ზევით ბრუნდება ის არ არღვევს highs ბრუნდება კიდევ ერთხელ ექვილიბრიუმში და შემდეგ აგრესიულად მიდის მაღლა და საბოლოოდ გვაძლევს reversals მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ზუსტად აი აქედან ყიდვით მოდი შევხედოთ ამას დიაპაზონის თვალსაზრისით ეს არის 300 პიპსი ისევ ეს არის ყოველდღიური სეტაპები მაგრამ ის გაძლევთ ნიშნულოვან სეტაპებს თუ შევხედავთ იმ მოძრაობებს რომელიც ჩვენ დავიჭირეთ აი აქ ну იმის გამოყენებით რასაც მე გაჩვენებთ თუ თქვენ იყიდეთ აი აქ ქვემოთ ხოლოდ აი ამ დონემდე ეს არის 140 პიპი აქამდე აი ეს არის 272 პიპი თუ ბოლომდე დაიჭერდეთ ეს არის 400 პიპი ფასის ეს მოძრაობა აქ ფასი უნდა იყოს გრძნობიარე ზუსტად აქ აი შემოვაგდებ აი ორდერ ბლოკი გვაქვს თქვენ ისწავლით მათ შესახებ მაგრამ ფიბონაჩი რომელიც ჩვენ ახლახან გაჩვენეთ ის მაინც აქ არის და შეხედეთ ამას ჩვენ გქონდა price swing-ი აქ რომელიც რეაგირებდა ლეველიდან რომელიც უნდა ყოფილიყო ბულიში აქ არის ჩვენი ახალი price leg-ი ჩვენ გვაქვს high და higher high ასე რომ ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი სიდიდის price swing-ი რომელიც მიდის უფრო მაღლა ჩვენ ველოდებით swing high ჩამოყალიბებას დაღმავალი სანთლები არის ზუსტად აქ ექვილიბრიუმიც არის აქ optimal trade entry-ში რომელიც არის დისკაუნტი ის უნდა იყოს ექვილიბრიუმის ქვემოთ თუ ბაზარი ექვილიბრიუმის ქვემოთაა ჩვენ ვართ დისკაუნტ ბაზარზე და ის არ უნდა წავიდეს იმ ძველი low-ს ქვემოთ რომელსაც ის ქმნის სხვა სიტყვებით რომ თქვათ სადაც არ უნდა იყოს იმპულსური ფასის რხევა ის low საიდანაც ის იწყება ის ვერ წავა მის ქვემოთ. ასე რომ დაფიქრდით იმაზე, რაც გაძლევთ ეს უკვე. ეს გაძლევთ ჩარჩოს, რომელშიც უნდა იმუშაოთ. მე არ მჭირდება ზუსტად ვიცოდე სატყიდულობ, მე უბრალოდ ვიცი ზოგადი არეალი. მე შემეძლია დავაზუსტო ეს double time frame chart-ზე, როდესაც ვაკეთებ top down analysis. მე ვასწავლე ამას, მაგრამ ახლა თუ ჩვენ გვესმის, რომ ეს არის low, ჩვენ ხაზავთ ჩვენ Fibonacci-ს იმით, რომ stop loss-ი უნდა იყოს იმის ქვემოთ, ამ time frame-ზე. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვეყიდოთ ამ არეალში აქ, დავდოთ stop loss-ი აქ ქვემოთ და განსაზღვროთ რისკი ამასა და შემდეგ რამდენი risk reward იქნება იმის მიხედვით თუ სად წავა მარკეტი მაღლა. ყოველ ჯერზე, როდესაც ფასი აკეთებს impulse price swings უფრო მაღლა, ჩვენ უბრალოდ ველოდებით, რომ ის დაბრუნდება უკან ქვემოთ და არ ვჩქარავთ. ჩვენ უბრალოდ ველოდებით. მას ჭირდება სამი სანთელი, მესამე სანთელზე მას შეუძლია დაარტყას equilibrium-ს და წავიდეთ მის ქვემოთ. მაგრამ ჩვენ უბრალოდ უნდა ველოდოთ swing high შემოყალიბებას და შემდეგ უყუროთ, როგორ ეცემა ის ქვემოთ. როგორც კი ის დაეცემა ქვემოთ, თქვენ იცით, რას უნდა ელოდოთ. ფასის მოძრაობა უნდა იყოს ფეთქებათი ზედა მხარეს, რადგან ბაზარი ბრუნდება დისკაუნტზე, equilibrium-ს ქვემოთ. ის შეიძლება იყოს გრძნობიარე equilibrium-ზე, მაგრამ აი რაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული უპირატესად. თქვენ გჭირდებათ მაღალი ალბათობის რეიდები, თქვენ გჭირდებათ მაღალი ალბათობის ფეთქებათი ფასის მოძრაობები თქვენ სასარგებლოდ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ის მიდის equilibrium-ს ქვემოთ, რადგან ბაზარი წავა ძალიან sensitive დონეებზე და როდესაც ისინი მიდიან equilibrium-ს ქვემოთ დისკაუნტ დონეზე, ბაზრები დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ დისკაუნტ ფასებს, თუ საბაზრო ადგილის საფუძვლები არის ბულიში. ასე რომ ეს გაძლევთ ორ რამეს, ეს გაძლევთ კონტექსტს, რომელშიც უნდა იმუშაოთ, როდესაც ყიდულობ და ეს გაძლევთ ასევე ფარდობითი სიძლიერეს კვლევას, რომელიც ჩაშენებულია მასში. ის უნდა იყოს გრძნობიარე, დინამიური ფასის მოქმედების მოძრაობები იმ equilibrium-ისგან ან უფრო ქვემოდან. ასე რომ ეს არის საიდანაც მოვიდა ოპტიმალური სავაჭრო შესვლის optimal trade entry-ს იდეა, რომელსაც მე ვიყენებდი 62%-ს და 79%-იანს
რომელსაც ხედავთ ჩვენ ფიბონაჩიზე, ეს არის ის არეალი 62, 79 და 79% და ეს ზონები არის ძალიან გრძნობიარე. არა ფიბონაჩის გამო, არამედ იმიტომ, რომ ის ნამდვილად ზომობს მხოლოდ იმას, თუ რამდენად შორს წავიდა მიმდინარე ფასის დიაპაზონი. ალგორითმს ჰქონდა low აქ ქვემოთ და მას ჰქონდა high აქ, ეს არის მთლიანი დიაპაზონი, რომლის შეგნითაც ჩვენ ახლა ვაჭრობთ. კარგი, ახლა ეს არის მიმდინარე დღევანდელი პარასკევის ზახურვა 16 სექტემბრისთვის, ასე რომ ახლა ჩვენ ვართ დიაპაზონში, რეინჯში, რომელიც განსაზღვრულია ამ high და low-ით, ასე რომ equilibrium-ის დონე კვლავ არსებობს, რომელიც აქ არის. ამიტომ ნებისმიერი ყიდვის პირობა, რომელიც წარმოიქმნება ამ დონის ქვემოთ, არის მაღალალბათობიანი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ თქვენ უბრალოდ ზომავთ ფასის ყოველცალკეულ იმპულსულს სულას ზემოთ, price legs, როდესაც ის მაღალ მოძრაობს. მოდი ასე გავაკეთოთ. გავაფერადოთ ეს არეალი და ამგვარად ჩვენ გავიგებთ, რომ ყველაფერი რაც ქვემოთაა, არის მაღალი ალბათობის ან discount მარკეტი. ყველაფერი რაც ქვემოთაა არის discount-ი. როდესაც ჩვენ ამას გავიგებთ, შეგვიძლია განსაზღვროთ ფასის ყოველი ცალკეული სულა, price leg-ი, რომელიც მაღლა მოძრაობს, რაც არის ფასის იმპულსური რხევა, price swing-ი. როდესაც ის უფრო მაღლა მიდის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გავზომოთ equilibrium-ის ახალი წერტილი, რომელიც შეიქმნა. დავიწყებ აქედან, აი აქ არის ფასის იმპულსური სულა, price leg-ი, ასე რომ ჩვენ გვაქვს low, high, swing high, მეოთხე თვლა ის იქნება ქვემოთ, რომელიც აღწევს equilibrium-ს, უნდა გქონდეს მას რეაგირება. დიახ, ის უნდა იყოს დინამიური. მიდის უფრო მაღლა? დიახ, მიდის, აკეთებს ახალ high-ს. საით მიდის, მაიკლ? წინა high-მდე და შემდეგ ქვემოთ მოდის. ახლა ჩვენ კვლავ გვაქვს equilibrium-ი. ის ვაჭრობს equilibrium-მდე და შემდეგ აგრესიულად გადის მასში. თქვენ ალბათ ფიქრობთ, მან არ გაამართლა. ასე ხდება, ეს არის ის, რაც ხანდახან მოხდება. თქვენ წააგებთ ფულს. მე მინდა გაიგოთ, რომ ეს არ იქნება იდეალური, მაგრამ ის მოგცემთ უფრო მეტ კონტექსტს, ვიდრე ახლა გაქვთ. განსაკუთრებით თუ ახალი ხართ, თუ ადრე უყურებდით ფასის მოძრაობას, თქვენ ალბათ არასოდეს შეგეხედოთ მისთვის ასე equilibrium-ისა და discount-ის მიხედვით და ჩვენ ვაპირებთ, ვასწავლოთ ეს ამთვის დარჩენილ ნაწილში და დარჩენილ გაკვეთილებში, მაგრამ ამჟამად მინდა გაგაცნოთ ფასის ამ კონტექსტში დანახვის იდეა. equilibrium-ის ქვემოთ ის ჩადის ბოლომდე და ურტყამს stops. Stop run-ი არის ის, რაც იქნება განსხვავებული პროფილი და თუ თქვენ წააგებთ, ეს არის ის, რასაც უნდა მოელოდეთ. თქვენ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ მარკეტი აიღებს lows. აბა, თუ ის იღებს იმ lows, რას აკეთებს ის სავარაუდო სინამდვილეში, ის იღებს stop-ებს. ასე რომ ეს უნდა იყოს turtle soup. Turtle soup არის through breakout pattern. ის ჩავიდა ამ lows ქვემოთ, ჩვენ უნდა დავინახოთ რეაგირება, რომელიც არის აგრესიული, რომელიც მაღლა მოძრაობს. ჩვენ ამას ვხედავთ აქ. ბაზარი ადის ზემოთ, აკეთებთ ფასის იმპულსურ სვლას, price legs. იმ low-დან აი აქამდე. ახლა უყურეთ, აქ არის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ გვაქვს swing high, თქვენ გაქვთ high, lower high და მეოთხე სანთელი არის დაღმავალი. ჩამოდის ის ოდესმე equilibrium-მდე? არა, ასე რომ ჩვენ არ ვიღებთ raise, ჩვენ ვერაფერს ვიჭერთ. ის აგრძელებს სვლას ზემოთ. მე არ ვდარდობა, არც თქვენ დარდობთ ამასთან დაკავშირებით. შემდეგი price leg-ი, რომელსაც ვეძებთ, არის ეს ფასის სვლა. ჩვენ ფოკუსირებული ვართ მხოლოდ ყვითელი არეალის შიგნით. ეს არის ამ ბაზრის გაფერადებული discount ნაწილი, დოლარის სვისი. ეს მიმდინარე ბაზარი არის ფასდაკლებული. ეს ბაზარი არის ფასდაკლებული ამ ყვითელ არეალში და მას ქვემოთ არის equilibrium-ი. მარკეტი უნდა იყოს რეაგირებადი ფასდაკლების ზონეებზე. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავინახავთ high-ის ფორმირებას, ჩვენ ვეძებთ high, swing high-ის ფორმირებას დავინახავთ და მეოთხე სანთელმა უნდა აჩვენოს სურვილი, რომ ის დაბლა წავა. ის გამოხატავს ზაობას და შემდეგ ჩვენ უბრალოდ ვიცდით, სანამ ის არ მიაღწევს equilibrium-ს და შემდეგ ჩვენ ჩავდივართ double time frame-ზე და ვეძებთ სავაჭრო სიგნალებს. იქ შეიძლება ყოფილიყო ან არ ყოფილიყო buy ყიდვის სიგნალი. შეიძლება თქვენ შეხვედით long-ში და წააგეთ. მშვენიერია, პრობლემა არ არის, თქვენ წააგეთ. აქ არის წამგებიანი ტრეიდი და აქ არის წამგებიანი ტრეიდი. პრობლემა არ არის, ჩვენ გქონდა მომგებიანი. ბაზარი ჩავიდა უფრო ღრმარ დისკაუნტში და შეხედეთ ამ swing lows აქ.
ეს არის საშენი მასალა იმის გასაგებად, თუ როგორ მოახდენს ინსტიტუციონალური ნაკადი ბულიsh order ბლოკების გააქტიურებას, როდესაც ბაზარი ჩამოდის ფაზაკლებაში და აქვს ღრმა retrace ან price swing-ში, თქვენ უყურებთ დაღმავალ სანთლებს lows-თან. თუ თქვენ გაქვთ ორი დაღმავალი სანთელი ზედიზედ, ის იწყება ამ სანთლის თავზე, აი აქ. ასე რომ გაახაზეთ ეს ჰორიზონტალურად დროში. ბაზარი შედის ამ არეალში და ეს არის ყიდვის შესაძლებლობა. თქვენ კვლავ ჩახვიდოდი double time frame-ზე, კიდევ ერთხელ დღიური გრაფიკი ძალიან მაღალია. ეს არის მაღალი time frame-ი და ასე თქვენ შეგიძლიათ მის დაშლას 4 საათიან, 60 წუთიან, 15 წუთიან და 5 წუთიან მოაკვეთებად. ეძებთ ყიდვის შესაძლებლობებს ამ არეალში, ფაზაკლებულ მარკეტზე და ფასი მაშინვე აგრესიულად მიდის ამ არეალიდან. როდესაც ჩვენ ხედავთ ამას, ხედავთ ფასის კიდევ ერთ სვლას. და შეგვიძლია ავიღოთ ჩვენი Fibonacci და გავზომოთ ის, რომ მივიღოთ კიდევ ერთი equilibrium-ი. ის არ ბრუნდება double discount-ამდე ან equilibrium-ამდე, ასე რომ არ ვიღებთ trades. ბაზარი კვლავ იზრდება აი ამ დონიდან და ჩვენ ვაყენებთ ჩვენს Fibonacci-ის low-ზე, low-დან აი ამ high-მდე. ასე რომ ჩვენ გვაქვს high, მასზე დაბალი high და დაღმავალი სანთელი. ის აღწევს equilibrium-ს, ჩვენ ვიღებთ რეაქციას, ის ადის მაღლა. ადის პირდაპირ ძველ high-მდე. გვაქვს rejection-ი. ჩვენ არ ვეძებთ გაკვეთის სიგნალებს, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ ამას არ ვსწავლობთ. ჩვენ გვაქვს უფრო დიდი მასშტაბის ფასის swing-ი. მთელი ეს იმპულსური ფასის swing-ი, მიუხედავად იმისა, რომ ის დაყოფილია სამსვლად, price leg-ად, თქვენ მაინც უნდა გაზომოთ ის, რადგან ის არის მშობლიური ფასის swing-ი, რომელშიც ამჟამად მიმდინარეობს ფასის ვაჭრობა. ასე რომ ეს მოძრაობა აქ, როდესაც ფასი ჩამოდის equilibrium-ამდე, ჩვენ შევისწავლიდით და ვნახავდით არის თუ არა მიზეზი იმისა, რომ ვიყავთ ყიდველი. აქ არის order block-ი, ასე რომ ეს შეიძლება იყოს რაღაც, რასაც უნდა შევხედოთ double time frame-ზე. შეიძლება ყოფილიყო წამგებიანი, შეიძლება საერთოდ არ აიღეთ trade-ი, მე არ ვიცი, მაგრამ ფასი ჩადის უფრო ღრმა დისკაუნტში, პირდაპირ ჩადის და ეხება bullish order blocks. იქ დიდ დროს? არა. აქვს rally, აგრესიული აღმასვლა და ავსებს იმ არეალს, სადაც ფასი მანამდე საკმაოდ სწრაფად გადაადგილდებოდა. და მე ამას უბრალოდ აქ ჩავამატებ ცნობის მოყარებისთვის. ის მიდის პირდაპირ აი ამ bullish სანთლის ქვედა ნაწილამდე, რომელიც არის bearish order block-ი. და ეს არის ის არეალი, სადაც თქვენ ეცდებოდით take profit-ის მოგების მოხსნას long პოზიციაზე. თუ რაიმე მსგავს გააკეთებდით, აი ეყიდეთ და ვთქვათ, ეყიდეთ ის პირდაპირ აი აქ. და შუა დიაპაზონში და გამოходით აი აქ. ეს იქნება 175 პიპი. სპრედის გათვალისწინებით 170. როგორ შეიძლება ვინმე იყოს უკმაყოფილო ასეთი რამით? თქვენ არ უნდა აიღოთ მილიონი ტრეიდი. აქ ბევრი შესაძლებლობა არ არის, ეს ხომ დღიური გრაფიკია, ასე რომ თქვენ იღებთ დაახლოებით ერთ ტრეიდს კვირაში, რომელიც არის მაღალ ალბათობიანი. როდესაც ხედავთ ასეთ მოძრაობებს, თქვენ უნდა გქონდეთ მზადყოფნა რეკაპიტალიზაციისთვის. ჩვენ გვაქვს იგივე price swing-ი აქ. თქვენ ყოველთვის იყენებთ იმავე დიაპაზონებს, რომლებშიც ამჟამად ვართ. ეს დიაპაზონი კვლავ ძალაშია. ბაზარი ბრუნდება დაბლა 79-იან დონემდე, რომელიც კვლავ არის ბაზრის ღრმა დისკაუნტი და ასევე ის ანადგურებს ძველ lows. ასე რომ, აქ დაბლა შეიძლება იყოს სტოპები, რომლებსაც ბაზარი იღებს. ახალდაფერი თუ ბაზარი აპირებს ზოგადად უფრო მაღლა წასვლას და ის არის bullish-ი, ის ჩამოდი ძველი lows ქვემოთ, ეს ზოგადად არის stop loss run-ი. ეს იყო პირველი რამ, რაც ვასწავლე 2010 წელს, რომ გეძებნათ ფასის დინამიკური მოძრაობები. თუ გესმით რა არის bullish ბაზარი, თქვენ გსურთ განსაზღვროთ ყოველი შემთხვევა, როდესაც ბაზარი ქმნის lows და შემდეგ არღობს ამ lows. თუ ის ამას აკეთებს, ეს ზოგადად ნიშნავს, რომ market maker-ები ან ინსტიტუციონალური საბანკო ალგორითმი ჩავა მინიმუმებს ქვემოთ და შეაგროვებს ნებისმიერ ორდერს, რომლებიც განთავსებული იქნება ამ ორდერების ქვემოთ, აი ამ lows ქვემოთ. ეს low ის დარღვეულია, მაშინ ხდება rejection-ი, უკვე რეაქცია და მიდის უფრო მაღლა. ეს low აქ ის ჩადის აქ ქვემოთ და მაშინ ხდება rejection-ი და მიდის უფრო მაღლა. ეს low აქ ის ჩადის მის ქვემოთ, მაშინ ხდება rejection-ი და მიდის უფრო მაღლა. ასე რომ, როდესაც დაფიქრდით იმაზე, რაც ახლად მოგეცით, მე მოგეცით framework-ი, რა არის equilibrium-ი და შემდეგ მეგითხარით თუ რა არის სარგებელი მის ოდნის და თუ რა არის equilibrium-ის ქვემოთ, ეს არის ფაზაკლება. ასე რომ, როდესაც უყურებთ დიაპაზონს ბაზარზე და ბაზარი ჩადის ძველი low-ს ქვემოთ, ეს გაძლევთ კონტექსტს, რომ ეძებროთ რა stop rate-ები low-ებს ქვემოთ და იქ უნდა იყოს რეაქცია ზემოთ წასვლის თუ ბაზარი არის bullish-ი.
თუ ბაზრის ფარული ტონი არის ბულიში, მაშინ ჩვენ ამ ყველაფერს ჩარტში მოვაქცევთ, მაგრამ ამჟამად მინდა რომ შეისწავლოთ, შეხვიდეთ თქვენს ჩარტზე და თქვენ დაინახავთ ამ მოვლენების სიმრავლეს, რომლებიც მუდმივად ხდება. და ეს გაძლევს საშენ მასალაზე იმის ცოდნისთვის, თუ რა სავაჭრო სეტაპები ფორმირდება, როგორ უნდა მოახდინოს ბაზარმა რეაგირება და თქვენ დაიწყებთ ამ რაღაცების დანახვას მათ მოხდენამდე. თქვენ გიჭირდება ჯერ შეისწავლოთ ისინი წარსულში, მაგრამ შემდეგ დაიწყოთ მათი ძებნა მომავალი სვლების პროგნოზირებისთვის. იმის საფუძველზე, რასაც მე აქ ვასწავლე, ასე რომ კვლავ შეჯამების სახით, ჩვენ გვესმის, რომ ეკვილიბრიუმი არის დიაპაზონის შუა წერტილი, ჩვენ გვჭირდება ფასის იმპულსური სვლა ზემოთ. როგორც კი ჩვენ მოახდენთ ფასის ინდივიდუალური იმპულსური რხევის იდენტიფიცირებას, ჩვენ ვავლებთ ჩვენს ფიბონაჩის low-დან high-მდე და შემდეგ ველოდებით 4 სანთელს. როგორც კი ეს მეოთხე სანთელი იქნება უფრო დაბალი ვიდრე ყველაზე მაღალი, ჩვენ ვიწყებთ load-ინს, რომ ფასი ჩამოვიდეს ეკვილიბრიუმამდე, როდესაც ის ამას გააკეთებს, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ და ვინადიროთ ყიდვის შესაძლებლობებზე დაბალ ტაიმფრეიმზე. ჩვენ ერთმანეთს უთავსებთ ინსტიტუციონალური ორდერების ნაკადის იდეებს, როგორც order block-ი, mitigation block-ი, breaker-ი, turtle soup-ი და optimal trade entry. ყველა ეს ხელსაწყო ნებისმიერი მათგანი შეიძლება გამოყენებული იქნას ყიდვის სცენარისთვის. თუ თქვენ ოდესმე დაინახავთ პირობებს, რომელიც არის ბულიში და low არის გასვიფული, აღებული, სწორედ მაშინ პროგნოზირებთ turtle soups. კითხვა, რომელსაც მოდივად ვიღებ არის, როგორ გავიგო ბაზარი გააგრძელებს დაბალ სვლას, თუ უბრალოდ ჩავაძველი low-ს ქვემოთ და შემდეგ ისევ ზემოთ ავარდება. ეს არის საწყისი ბაზისური წერტილი მის ცოდნისთვის, თუ როდის ხდება ეს და როდის არ უნდა ველოდოთ მის შემოbrunებას. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ბაზარი, რომელიც რეაგირებს ამაზე, ის მიდი ზემოთ, ახლა ჩვენ გვაქვს ფასის კიდევ ერთი სვლა. მან მოხსნა ძველი high, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია გადმოვიდეთ აქ, დავხაზოთ ჩვენი ფიბონაჩი ამ low-დან ამ high-მდე. ფასი ჩამოდის ეკვილიბრიუმამდე, ჩვენ ვიწყებთ ნადირობას ყიდვის შესაძლებლობებზე დაბალ ტაიმფრეიმზე. მე არ ვიცი არის თუ არა იქ ჯერ რამე, თქვენ თავად მოგეწოთ შეხვიდეთ და ნახოთ თქვენს ჩარტზე. მაგრამ ჩვენ ჩავდივართ 62%-იან დონემდე, რომელიც ახლა არის დისკაუნტი. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვახდენთ ეკვილიბრიუმის იდენტიფიცირებას, ეს არის 50%-იანი დონე. როდესაც ფასი შედის 50%-ს ქვემოთ, ის არის ფაზაკლებაში. როდის არის ბულიშობის ყველაზე მაღალი ალბათობის ხარისხი დისკაუნტის დროს. ეს არის მაშინ, როდესაც გაქვთ ეს 62%-დან 79%-მდე retrace დონე ამ არეალში. ეს არის ღრმა ფაზაკლება, რომელსაც ჩვენ ვეძებთ ბულიsh პირობებში. და რატომ მუშაობს ფიბონაჩის 62-დან 79%-მდე retrace-ის დონე? ნებისმიერ სხვა დროს ფიბონაჩი მუდმივად გიმტყუნებთ. ფასის მოძრაობის საფუძვლებია ის, რაც აიძულებს ამ ინდიკატორებს იმუშაონ. ზოგჯერ overbought, oversold ინდიკატორებიც კი იმუშავებენ, თუ მათზე ამ იდეებს გამოიყენებთ. Bullish divergence-ია, ტრენდის მიყოლა, ფარული დივერჯენციები, ან მეორე ტიპის ტრენდის მიყოლა, რაც სინამდვილეში არის კიდეც სხვათა შორის შემუშავებული და აღმოჩენილი ნიკ ვან ნაისის და არა ჯორჯ ლეინის მიერ. იდეები უნდა მოდიოდეს price action-ის ჯანსაღი გაგებიდან. თუ ეს არ არის იქ, იმის საფუძველზე, რასაც ფასის მოძრაობის აძერკველი გულისხმობს, მაშინ ის არ იმუშავებს. არ აქვს მნიშვნელობა რა ინდიკატორს მიაკრავთ თქვენ გრაფიკს, თქვენ გჭირდებათ, რომ ბაზრის საფუძვლები კარნახობდეს ფასის მოძრაობას. და არა მათემატიკურად გამოყვანილი ან წარსული ფასის დამუშავებული მონაცემებით, რათა მოგცეთ რაღაც წინასწარმეტყველება. ეს ასე არ მუშაობთ. ბაზარი არ უპასუხებს ინდიკატორს. ინდიკატორი მხოლოდ ასახავს მათემატიკურ ისტორიულ ცნობას იმისა, რაც ფასმა უკვე გააკეთა. ამას არ აქვს საფუძველი იმაზე, თუ რას გააკეთეს ბაზარი მომავალში. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ბაზრებს, ნომერ პირველი უნდა განსაზღვროთ რა არის ეს ფასის რეინჯი. ეს ნიშნავს, თუ ჩვენ ვართ ბულიში, რასაც ვაკეთებთ, არის ლოდინი. რას ველოდებით, მაიკლ? ჩვენ ველოდებით ფასის სვლას. მე ეს ყველაფერი გამორჩება. დიახ, ალბათ გამორჩებათ, მაგრამ ეს არის მოთმინება. ტრეიდერები, რომელიც ფულს პროფესიონალურად აკეთებენ ან მართავენ ფონდებს, არ დაძლებენ ყველაფერს, რაც ბაზარზე ხდება. მათ ზუსტად იციან, რას ეძებენ. როგორც კი მიიღებთ ფასის ასეთ დიდ მოძრაობას, ეს არის იმპულსური ფასის სვინგი. შემდეგ თქვენ იცდით, რას ელოდებით 4 სანთელს აქ ზემოთ. როდესაც მეოთხე გამოჩნდება, მაშინ თქვენ უბრალოდ ელოდებით მის დაბრუნებას ეკვილიბრიუმამდე. როგორც კი ის მიაღწევს ეკვილიბრიუმს, მაშინ თქვენ შეგეძლიათ ეძებოთ სიგნალი. მაგრამ მე ხაზს უსვამ განსხვავებას ეკვილიბრიუმსა და
discount შორის. თქვენ გინდათ რომ ის ახლა ჩავიდეს equilibrium-ს ქვემოთ მინიმუმ 62%-მდე და მაქედან 79-იან retracement-მდე. როდესაც ის ამას გააკეთებს, სწორედ მაშინ გაქვთ ბულიშობის უმაღლესი ალბათობის ხარისხი, სანამ ბაზარი ფაზაკლებაშია. ამის შემდგომ თქვენ უნდა დაინახოთ ფასის ძლიერი სვლა ზედა მხარეს. თუ იყენებთ ღიურ გრაფიკს, თქვენ შეძლებთ ამის გამოყენებას როგორც day trader-ი, როგორც მოკლევადიანი ტრეიდერი, როგორც პოზიციური swing-ი. არაფერი იცვლება კონტექსტის მიხედვით. რაც შეეხება bullish order ბლოკებს, turtle soups და მთელ ამ საქმეს, აი რა არის მაგარი. თუ ჩვენ გვესმის რომ bullish ვართ discount-ის ზონაში, როგორც აქ ქონდა განსაზღვრული ამ Fibonacci-ის დონით, აქ ქვემოთ ამ არეალში ჩვენ ვეძებთ კონკრეტული მოვლენების მოხდენას. ჩვენ არ ვუყურებთ უბრალოდ მე გამოვიყენე ტერმინი ზონა, მაგრამ არა ისე როგორც supply და demand ზონა. ამ სექციაში ამ თქვათ აქ არა იმიტომ რომ ის ნამდვილად განსაზღვრული ამ გაგებით რომ ეს არის supply და demand ზონები. არამედ ეს არის შეფასებისმხლიანი არეალი, სადაც equilibrium-სა და მასზე ქვემოთ ის discount-ია. ასე რომ თუ თქვენ აპირებთ გქონდეთ ეს როგორც დიაპაზონი, მათთან სამუშაოთ, მაშინ რას ეძებთ კონკრეტულად ამ დიაპაზონის შიგნით? თქვენ ეძებთ კონკრეტულ საორიენტაციო წერტილებს institutional order flows კუთხით, რაც ნიშნავს stop runs, როგორც ჩვენ განსაზღვრეთ აქ და აქ. სადაც ბაზარი ჩავიდა წინა low-ზე და ბლაკ და შემდეგ თქვენ რას პროგნოზირებთ, რომ ბაზარს ექნება ექსპანსიაზე და მხარეს. თუ ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ის მოვლენა, რომელიც უნდა მოხდეს, როდესაც აქ ქვემოთ ვართ და ვეძებთ კედვის სცენარებს, ასე რომ თუ ფასი ჩადის equilibrium-ს ქვემოთ და არღვევს Fibonacci-ის დონეს და თქვენ აგებთ trades, უბრალოდ იპოვეთ ის low, რომელიც მან ახლახან გაარღვია და შემდეგ იქ დაელოდეთ ყიდვის სიგნალს. მაშინ თქვენ ყიდულობთ მართლაც ღრმა ფაზაკლებაში და მიიღებთ ფეთქებად მოძრაობაზე და მხარეს. ასე რომ, თუ ჩვენ ვიყენებთ სრულ breakout-ებს წინა low-ს ქვემოთ, აქ რა შეგიძლიათ გააკეთოთ მომგებიანი პოზიციიდან გამოსასვლელად? იგივე რამ, თქვენ ეძებთ highs. თუ თქვენ ყიდულობთ აი აქ ქვემოთ, მას შემდეგ რა სტოპები მოიხსნა, თქვენ იღებთ მოგებას მას შემდეგ, რაც ეს მარკეტი ავაწინა high ზემოთ. აქ ბაზარი აკეთებს lower lows და ის ადის მაღლა. აქვს retrace, ადის მაღლა, აქვს retrace, სათქმურ ტრეიდიდან გამოსვლა, როდესაც ის ავა ძველი high ზემოთ. აი ძველი high. თქვენ იღებთ პროფიტს აქ, მაგრამ მოიცა მაიკლ. ის არასულა აი ამ high ზემოთ. რა მოხდებოდა, რომ ისის დამეჭირა, მაშინ თქვენ იქნებოდით ხარბი. მან მოგცეთ ამის გაკეთების ორი შანსი, მარკეტმა გააკეთა ახალი high აქ, ცოტათი შემოbrუნდა და შემდეგ კიდევ ერთხელ მიარტყა ძველ high-ს. გამოდი ძველი high ზემოთ. მარკეტი მოხდენს დისტრიბუციას. ანება მომეცეთ ასე თქვა. მარკეტ მეიკერები და ჭკვიანი ფული მოახდენენ long ყიდვის პოზიციების დისტრიბუციას ძველი high-ების ზემოთ. ეს არ არის აუცილებელი იყოს ყველაზე ძველი high. ის არც ამის ზემოთ ასულა, თქვენ არა სულხართ ამის ზემოთ. თქვენ ეს არც გჭირდებათ. როგორც კი ის შექმნის high-ს, ისინი მხოლოდ იმისთვის აძლევენ ფას უკან დახევის საშუალებას, რომ დაგროვდეს სტოპ-ლოსები ძველი high-ის ზემოთ. ასე ახდენენ ისინი ლიკვიდირების ინჟინერიას. ასე რომ, როდესაც ბაზარზე შემოდის ინჟინერებული ლიკვიდიტი buy სტოპების სახით, რომელიც ისევ short პოზიციას, რომელიც ვიღაცა მიქ სულელურად ააყენა, მაშინ ბანკები ფას მის ზემოთ წევენ, ურტყამენ ამ buy სტოპებს და ეს buy სტოპები ხდება მარკეტ ორდერები და ჭკვიანი პული ამ buy სტოპებზე ყიდის თავის long პოზიციებს, რომლებიც აქ ადრე დააგროვეს. ეს არის ინსტიტუციონალური order flow. იმ სიუჟეტის აღსაქმელად, რასაც high-ები და low-ები გაძლევენ, თუ თქვენ ჩამოაყალიბებთ დიაპაზონებს, range-ებს, თქვენს გაგებაზე დაყრდნობით თუ როდის უნდა იყოს ბაზარი ბულიში და ბერიში, აი ეს ადვილია, ნუ ინერვიულობთ ამაზე, ამასაც მივახსოვთ, მაგრამ ამჟამად ვცდილობ დავამკვიდრო საფუძველი მაღალ time frame-ზე ფასის დასაკვირვებლად და შემდეგ თქვენი მოლოდინების სამართავად იმის მიხედვით, რასაც ხედავთ აი ამ time frame-ზე და ასევე ჩაუყარო საწყისი საფუძველი თქვენს საპროგნოზო უნარებს მომავალი სვლების აძიებლად. მოიცა ერთი წუთი მაიკლ, სულ ეს არის? შენ უბრალოდ მოარგე PB ამ შემთხვევას. ეს ალბათ მხოლოდ ამ გრაფიკზე მუშაობს. რა მოხდება თუ გადავალთ საათობრივ გრაფიკზე? უცებ ყველაფერი სხვაგვარად იქნება რა? ყველაფერი შეიცვლება? შევამოწმოთ. აქ ჩვენ გვაქვს price leg-ი, იმპულსური ფასის swing-ი და თქვენ ამას მოხაზავთ. ჩვენ გვაქვს swing high
მეოთხე სანთელი არ ბრუნდება დაბლა ეკვილიბრიუმამდე, პრობლემა არ არის, ჩვენ ველოდებით, რომ მან ეს გააკეთოს. ის არ აკეთებს კიდევ ერთ სვლას, უფრო მაღლა, რა მოხდა, ის გამოვტოვეთ, ნუ ინერვიულობთ ამაზე, ნუ დაედბნებით მას. თქვენ ზუსტად იცით, რაც ველოდებით, ფასი აკეთებს ახალ higher highs, ასე რომ ჩვენ გვაქვს მოძრაობა low-დან high-მდე. რას ველოდებით, ფასი ჩამოსვლას ეკვილიბრიუმამდე. მშვენიერი, მაგრამ რა ხდება, როდესაც შადის მის ქვემოთ? ჩვენ ვართ დისკაუნტ ბაზარზე, ის უნდა შევიდეს რაში 62-იან retracement დონეზე, მინიმუმ, აი აქ. ის ამას აკეთებს, რჩება ის იქ დიდხანს, მრავალ შემთხვევაში ის დიდხანს არ რჩება, რა ხდება? ფასი მიდის იქიდან და მე რას აკეთებს? ის კვლავ ბრუნდება ეკვილიბრიუმში და განიცდის ექსპანსიას, ცოტათი კონსოლიდირდება. აკეთებს მოკლევადიან highs, short term highs და სად ვიღებთ profits? Short term high-ზე. ბუმ, ის ადის მის ზემოთ. ურტყამს ამ highs და მერე მეორე highs-ას მის უკან. და მერე ნახეთ რა ხდება. ის ისევ აკეთებს retrace უკან თლიანად ეკვილიბრიუმამდე. ატარებს იქ დროს? არა, კვლავ მაღლა მიიწევს. და საით მიიწევს? აი ამ bullish სანთლის ქვედა ნაწილში, რომელიც არის bearish order block-ი, ავსებს მას ზუსტად 1 პიპით. მეზიზღება ეს წყვილი. მე პირდაპირ მეზიზღება ეს წყვილი კარგი გაგებთ. იმიტომ რომ ის უბრალოდ სასტიკი წყვილია, ისევე როგორც იაპონური იენი და თქვენ შვეიცარიელებო და იაპონიელებო გთხოვთ, ნუ იწყეთ ამას, მე უბრალოდ არ მიყვარს თქვენი ვალუტები. ამ სანთლის გახსნა არის 97.68-ზე და ამ სანთლის high არის 97.68-ზე, ასე რომ თქვენ იღებთ profits პირდაპირ აი აქ. არა იმ high-ზე. თქვენ გამოდიხართ მანამ სანამ მივალთ მაქამდე. და იმახსოვროთ, ჩვენ ყოველთვის გვინდა გამოვიდეთ მანამ სანამ მოხდება ფასის რეალური მოძრაობა. ახლა ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი higher high. ასე რომ ჩვენ ვაპირებთ დავალოდოთ ფასის ჩამოსვლას ეკვილიბრიუმამდე და უფრო დაბლაც. 62%-იანი retracement დონე. უნდა დაყომდეს ფასი აქ? არა. არ რჩება. ის გარბის აქედან, ისევ უკან ეხება ეკვილიბრიუმამდე და შემდეგ რას ველოდებით ეკვილიბრიუმზე. რა გასწავლეთ ალგორითმის შესახებ? ის გადადის კონსოლიდაციიდან, რომელიც ყოველთვის იკვება ეკვილიბრიუმზე, გადადის ექსპანსიაზე. რისკენ მიიწევს? liquidity-სკენ. სად არის liquidity? აი აქ. სანამ ის მაღლა გაიჭრება. სად არის liquidity? ის არის ამ high ზემოთ და ამ high ზემოთ. რა არის აქ? ბაისტოპები, ვიღაცას უნდა short პოზიციის დაცვა. ასე რომ თუ ისინი აპირებენ ყიდვას აი აქ ქვემოთ, როგორც ჭკვიანი ფული, ვის მიჰყიდიან მას? ვინმეს ვისაც უნდა ყიდვა უფრო მაღალ ფასად. ბაისტოპები აქ, ბაისტოპები აქ. ნახეთ რა ხდება. ის ცოტათი მაღლა ადის, პატარა retrace აქვს და შემდეგ აგრესიული ექსპანსია. რისკენ მიდის? ამ სტოპისკენ და შემდეგ აი ამისკენ. მერე, როგორც კი ზემოთ ავალთ, ნახეთ რა ხდება. ეს მოძრაობა, აი აქ. რა გასწავლეთ? მე გასწავლეთ, რომ ბაზრები დღიურ ფასის მოძრაობაში გადაადგილდებიან 10-იან, რაც არის 10 და 20 პიპიანი დიაპაზონები high ზემოთ. აი რა მანძილზე გაცდებიან ისინი stops. ბუმ, აინებით. თქვენი stop-run-ი equal high-ზე. გახსოვთ, გითხარით თქვენ შარტებზე მონიშნეთ არეალები, სადაც თანაბარი high-ებია მეთქი? ისინი ძალიან აშკარაა. ბაზარს მოუნდება იქასლა. ასე რომ ყველაფერი 50%-ს ქვემოთ არის დისკაუნტი, მაგრამ მას შეუძლია დაბრუნდეს ეკვილიბრიუმში, მოახდინოს კონსოლიდაცია და შემდეგ ექსპანსია. ასე რომ მე ვაერთიანებ ორ კომპონენტს. გაწუდით შესავალს ბანკთა შორის ალგორითმში, სადაც გეცოდინებათ, რის გაკეთებას აპირებდნენ ფასის ზრავები, მანამ სანამ ისინი ამას გააკეთებენ. ისინი შესთავაზებენ ფასს უფრო მაღალ ფასში, როდესაც ამის დრო მოვა, მაგრამ მათ მოუწევთ ფასზაკლებულ ბაზრებში კაპიტალიზაცია, სანამ ფასი მაღლა წავა. ის უბრალოდ პირდაპირ მაღლა არ წავა უმიზეზოდ. ის ასე არ ფუნქციონირებს. ბაზარი უნდა ჩამოვიდეს დაბლა დისკაუნტში და ეკვილიბრიუმს ქვემოთ, შემდეგ თქვენ იღებთ ექსპანსიურ მოძრაობებს. შემდეგ ის შეიძლება დაბრუნდეს ეკვილიბრიუმში კონსოლიდაციისთვის და ექსპანსიის მოლოდინისთვის. შემდეგ მოდის ექსპანსია და თქვენ ეძებთ liquidity-ს ბაზარ ზემოთ. ასე რომ განსხვავება არის ის, რომ ეკვილიბრიუმზე არის სამართლიანი საბაზრო ღირებულება. ჩვენ როგორც ტრეიდერებს გსურს ვაჭრობა დისკაუნტზე, ჩვენ უნდა ჩავიდეთ ეკვილიბრიუმს ქვემოთ. როდესაც ის შედის 62-იან retracement დონეზე, ან დაბლა 70 ნახევარზე, ან თუნდაც 79-იან retracement დონებამდე, თქვენ ნამდვილად უნდა განიხილოთ ამ ბაზარზე long პოზიციები და ინტერესება, როდესაც თქვენი bullish კონტექსტი იქ არის. ველოდებით ექსპანსიას, ყველა იმ ხელსაწყოს გაერთიანებით, რომლებსაც ისწავლეთ. შეხედეთ low-ს აქ. ჩვენ ეკვილიბრიუმის ქვემოთ ვართ. აი low, ის ჩამოდის ფლიანად დაბლა, ურტყამს ამ low-ს, რას მოელით? ფიბონაჩი რომ არ დაგენახათ, რას მოელოდით? რომ ეს არის turtle soup. ეს არის სტოპებზე შეტევა. ის სწრაფად აკეთებს rejections, ბრუნდება ცოტათი ქვემოთ. რა მოხდება თუ ის უფრო დაბლა აპირებს წასვლას მაიკლ? არ უნდა წავიდეს. რატომ? იმიტომ რომ მან უკვე აიღო სტოპები. ასე რომ ის მხოლოდ ცოტათი აკეთებს retrace. თუ თქვენ აიღებთ კიდევ ერთ ფიბონაჩის და დაადებდით ამ დიაპაზონს, რადგან აქ საათობრივ გრაფიკს უყურებთ, ეს იქნებოდა უფრო პატარა price leg double time frame-ზე.
ნახეთ რას აკეთებს. ის ბრუნდება პირდაპირ optimal trade entry არეალში, კვლავ equilibrium-ს ქვემოთ, optimal trade entry და ატარებს თუ არა ის დიდ დროს. არა, ის მაღლა ვარდება, ეხება 62-იან retrace ზონეს და შემდეგ ექსპანსია. ბუმ, იჭრება მაღლა. Fibonacci-ში არანაირი მაგია არ არის, არანაირი. ერთადერთი რამ, რაშიც ის გახმარებათ არის ის, რომ ვიზუალურად დაინახოთ, სად არის equilibrium ფასი და შემდეგ equilibrium-ს ქვემოთ, სად არის კარგი ფასი ფაზაკლების შესასვლელად. და რა არის მისი ბენეფიტი? თუ ის შადის OTE-ში დაბლა 62-დან 79-მდე retrace ზონებს შორის და თქვენი bullish ნარატივი არის აქ, დაელოდეთ turtle soup ყიდვის სიგნალს. ბუმ, ასეთი მარტივია, აი ამდენად მარტივია. და თქვენ არ მიჯერებთ, ვიცი რომ არ მიჯერებთ. ეს არის ამ ყველაფრის მშვენიერი ნაწილი და აი რატომ მინდა რომ შეხვიდეთ თქვენ ჩარტებზე და მოძებნოთ ეს. თუ გვაქვს bullish ბაზარი და ვიცით რომ ბაზრები retrace აკეთებენ ზოგადად, თქვენ არც დაგჭირდებათ Fibonacci-ზე ნახვა, შეგიძლიათ უბრალოდ თვალით შეაფასოთ. ამ low-სა და ამ high შორის შუა წერტილი დაახლოებით აქ არის. ბაზრის ეს მოძრაობა მის ქვემოთ არის equilibrium-ის ქვემოთ. ის ფაზაკლებაშია და გამოიცანით რა? მან აქ სტოპები გაწმინდა. რას იზამს ის? ავარდება, ის ზემოთ მიდის. აქ equal-ები, აშკარაა ბაზარი ვარდება. რას აკეთებს? ჩამოდის equilibrium-მდე, Fibonacci ზონებამდე optimal trade entry-ში. მე ვარ დავადებ ახლა Fibonacci-ს, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოს ეს ამ low-დან ამ high-მდე. ჩადის პირდაპირ optimal trade entry-ში და ექსპანსიას განიცდის. რატომ? იმიტომ რომ მან გაწმინდა equal low-ები აქ ქვემოთ. ბუმ, bullish ექსპანსია. და ამ low-ებზე რა ხდება, მაიკლ? ფასი ჩამოდის მასზე დაბლა, იღებს სტოპებს და რა უნდა მოხდეს? უნდა მოხდეს ექსპანსია. ის bullish-ია, ჩვენ ვართ ფაზაკლებულ მარკეტში. ის აქ უბრალოდ სტოპების გასაწმენდა ჩამოვიდა. აქ არის sell სტოპები. რატომ მოდათ მარკეტ მეიკერებს ბაზრის შემოსწევა sell სტოპების მოსახსნელად? იმიტომ რომ ეს ყიდვა გაყიდვის მსურველობს აერთიანებს. ისინი იღებენ კონტრაგენტებს თავიანთი ყიდვის ორდერებისთვის ამით, რომ sell სტოპები ამოქმედება ამ low-ს ქვემოთ. ბუმ, ექსპანსია. ეს low აქ დაირღვა. თან ძალიანაც არა, ბევრი არც არის საჭირო, როგორც კი იმ დონეს ეხება, მაშინვე ორდერები აქტიურდება. Bang, ის ისევ ექსპანსიას განიცდის ზემოთ. ის არ აკეთებს ახალ high-ს, მაიკლ? არც არის საჭირო. თქვენ გამოდიხართ პირდაპირ აი აქ, თქვენ ძველ ორდერ ბლოკებთან. არ გჭირდებათ რომ ყველაფერი იდეალურად დაემთხვას. ვარსკვლავები არ უნდა განლაგდნენ ერთ წკრივში, რომ მოგებიანი ვაჭრობა მიიღოთ. თქვენ მხოლოდ რამდენიმე რამ გჭირდებათ, რასაც აზრი აქვს. ყველაფერი უნდა დაიწყოს equilibrium-დან discount-მდე დამთავრებული ყიდვით. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. თუ ამას ვერ მიიღებთ, არ გიქნებათ ეს ფეთქებადი ყიდვის სიგნალები. კალთაში არ ჩაგივარდებათ. ეს არ მუშაობს ასე. მომეწ ყიდვის სიგნალი, მაიკლ. მითხარი, როდი შევიდე და რა გამოვიდე. აი რატომ გითხარით, რომ უნდა გესმოდეს საგნების არსი, მანამ სანამ უბრალოდ დაიწყებთ ძებნას bullish order ბლოკებისა, turtle soup long-ებისა, optimal trade entry long-ების ან bullish სტოკასტურ დივერჯენციას. არც ერთი ეს რამ არ მუშაობს იმ ცენტრალური პრინციპის გაგების გარეშე, თუ რა არის ბაზარი equilibrium-ზე ან მის ქვემოთ, დისკაუნტში. ეს არის ხელსაყრელი ბაზარის საყიდად. ყველაფერს, რაც მის გარეთაა, მოერიდეთ. მოიცადეთ ან მოძებნეთ ბაზრის საპირისპირო მხარე, რაზეც მომავალ კვირას ვისაუბრებთ, როდესაც განვიხილავთ equilibrium-ის პრემიუმის წინააღმდეგ.